არ გვდევნის ჩვენ ადამიანი, მაგრამ გვდევნის ეშმაკი, რომელიც ყოველგვარ ტარვალზე უფრო ზვინვარე და ბოროტია. ჩვენი ბრძოლა სისხლის და ხორცის წინააღმდეგ კი არ არის, არამედ ცის ქვეშეთის ბოროტ სულთა წინააღმდეგ. და ეს ისეთი ომია, ძვირფასო ძმებო და დებო, სადაც არ არის ჩვენთვის არც შერიგება, არც ზავი, არამედ მუდმივი ბრძოლაა. მოწამეზე ნაკლები როდია ის ადამიანი, ვინც იყო ქცეული თავისი ვნებების, რაღაც ფეს გადგმული ფევების ტყვეობაში და ღვთის გულისათვის დაარღვია ეს ბორკილები და ღვთისნებას შეუდგა. აი ეს უმძიმესი საქმეა. დაამარცხო შენი ვნებები, დაარღვიო ყოველგვარი საცდური და თუ მოწამეთა ღვაწლი არის ძალიან მძიმე, აი ასეთი მოსაგრეების ღვაწლი არის სავსე ხანგრძლივი მწუხარებით. ამას ეწოდება უსისხლო მოწამეობა.